საღამომშვიდობის თბილისის დროით ზუსტად 7 საათი ეთერში პოსტივის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. მე ანა აშორდია ვარ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საფრანგეთში კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტს დაესწრება. ირაკლი კობახიძე პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიიწვია. სამიტი 9 სექტემბერს გაიმართება. ღონისძიების თანათავმჯდომარეები იქნებიან საფრანგეთი და გერმანია. მთავარი თემებია მეცნიერება, კვლევა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხები. მმართველი გუნდი ოფიციალური პარიზის მიწვევას პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს. Როგორც არ უნდა იყოს ის აბსურდული განცხადებები, კაია კალასის მხრიდან იქნება თუ მარტაკოსის მხრიდან იქნება, რომ თითქოს საქართველოს შავ ზღვას არ ესაზღვრება, თითქოს შუა კორიდორს შეუძლია ფუნქციონირება საქართველოს გარეშე. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს მხოლოდ რიტორიკაა და როდესაც საქმეზე მიდგება, რა თქმა უნდა, მათ მოუწევთ ამ ყველაფრის გათვითცნობიერება, რეალობის და გეოგრაფიის ისინი ვერ შეცვლიან. შესაბამისად, შეგვიძლია ჩავთვალოთ ეს ნაბიჯი პოზიტიურად, სწორედ ამ კუთხით და თუ ზოგადად ამ ტენდენციას გააგრძელებენ ბრიუსელში და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში, რომ საქართველოს შეიმჩნიონ რუკაზე, როგორც შუა კორიდორის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე, ეს იქნება ძალიან კარგი და პოზიტიური ჩვენთვისაც და ბრიუსელისთვისაც, რა თქმა უნდა. ძალიან გთხოვთ კოლექტიურ დაცმოძრაობას არ გაუმხილოთ მაკრონის წერილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისადმი, იმიტომ რომ ისინი ამბობენ, რომ საერთოდ არც პრემიერ-მინისტრი არსებობს, არც ქართული ოცნება არსებობს, არც ქართული ხალხის არჩევანი და ქართული ოცნება არ არსებობს, რასაც ადასტურებს მათ შორის პრეზიდენტი მაკრონი. და მთავარი ის კი არ არის, რომ ვინ რას ადასტურებს, ან რა წერილს მოიწერა, მთავარია ქართული ხალხის არჩევანი. და ესეც კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება, რომ ჩვენი ხმა ისმოდეს ყველა ფორმატში, ყველა ასპარეზზე და შესაბამისად ჩვენი პოზიცია იყოს დაფიქსირებული, რასაც ყოველთვის ვაკეთებდით წარსულში, დახურულ გარსმიღმა იქნება თუ ღიად, საჯაროდ და კიდევ ერთხელ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ ყველაფერს უზრუნველყოფს. ომის პროპაგანდა და ქვეყნის ღალატი სწორედ ეს სახელი აქვს მმართველი გუნდისთვის ოპოზიციის აქტივისტის გიორგი ახობაძის განცხადებას, რომელიც საკუთარ ქვეყანაში სამხედრო ესკალაციას აანონსებს, რასაც პოზიტიურ ჭრილში განიხილავს მისი აზრით. უკრაინის თავდასხმის სამიზნე უნდა გახდეს ქართული ნავთობტერმინალები, თავდასხმას კი სიხარულითა და ტაშით უნდა შეხვდნენ. გიორგი ახობაძე ოპოზიციის მხარდამჭერებში ერთადერთი არ არის, ვინც საკუთარ ქვეყანაში აფეთქებები და უკრაინის დრონების თავდასხმა ისურვა. სატელევიზიო არქივი მრავლად ინახავს თავად ოპოზიციონერი ლიდერებისა და NGO ორგანიზაციების წარმომადგენლების გზავნილებსაც, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ითხოვდნენ. დეტალებით საომე გობრონიძე. მე მგონი უბრალოდ ხელი უნდა შევუწყოთ, რომ საწვავი ათრიონ აფხაზეთისკენ ასე ჯობია. მერე უბრალოდ დავჯდეთ და ჩვენს ნავთობ ტერმინალებზე რომ უკრაინული ჩიტები მოფრინდებიან, იმათ შევძახოთ ხიმილით და ჩქარიტაშით. საქართველოში ომის სცენარის მოლოდინს და სურვილს ოპოზიციის აქტივისტი ღიად და დაუფარავად აფიქსირებს. გიორგი ახობაძეს მიაჩნია, რომ საქართველოს ისტორიულ ნაწილში აფხაზეთში მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული მიზნით გაგზავნილი საწვავის გამო ქართული ნავთობ ტერმინალები უკრაინული დრონებისთვის სამხედრო სამიზნეა. მეტიც სამხედრო ესკალაციასაც წინასწარ აანონსებს და ამბობს, რომ თუ საქართველოში აფეთქებების ხმა გაისმა, ეს საზოგადოებას არ უნდა გაუკვირდეს. თავად კი სცენარის ასეთ განვითარებას ღიმილით და ტაშით შეხვდება. აგენტურული ოპოზიცია და მათი ფსევდოლიბერალი ულტრამემარცხენე აქტივისტების ძალიან დიდი სურვილია, რომ საქართველოში ტრიალებდეს იგივე ტრაგედია, რაც ტრიალებს უკრაინაში. იგივე ნილო მომჯარიას განცხადებები, იგივე ბატონი გვარამიას განცხადება დაახლოებით ერთი თვის წინ, რომ იგი ძალიან გულდაწყვეტილია, იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინა, როდესაც დაიწყება მისი განახლება, დანგრეული უკრაინის მიიღებს მსხვილ ტრანშებს და საქართველო ვერ მიიღებს ამ ფულს, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში მშვიდობაა. ახლა ბატონი ახობაძე, რომელიც მათი კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერი და აქტივისტი არის, ზუსტად ანალოგიურს აცხადებს და ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის, ვინაიდან მათი სურვილი არის ის, რომ უცხო ძალების ინტერესები დააკმაყოფილონ და საქართველოში იქნას გახსნილი მეორე ფრონტი. გიორგი ახობაძის საჯარო განცხადების შეფასებისგან თავს იკავებენ ნაციონალურ მოძრაობაში. ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად ვერ მოვისმინეთ, ემიჯნებიან თუ არა სააგაშვილის პარტიაში ოპოზიციონერი აქტივისტის მიერ გაჟღერებულ ომის პროპაგანდას. მე მის განცხადებას ცხადია ვერ შევაფასებ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ჩვენ ცხადია მის განცხადებას ვერ შევაფასებ. გიორგი ახობაძის გზავნილი ოპოზიციურ რიტორიკაში ახალი არ არის. სატელევიზიო არქივი არაერთ მასალას ინახავს, როდესაც ოპოზიციონერები და მათთან დაკავშირებული NGO ორგანიზაციების წარმომადგენლები რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასა და ქვეყნის ომში ჩართვაზე ღიად საუბრობდნენ.
ჩვენს ევროატლანტიკურ პერსპექტივას ერთადერთი გამოსავალი აქვს. ომი და უკრაინის უსწრაფესი გამარჯვება. ყველა სხვა შემთხვევაში ბრიუსელი კი არა, მუხასრანსკი დაგვრჩება გვერდზე. ხდება მომენტი, რომ შეიძლება რაღაც ბომბებისგან მიღებული რაღაცა ცეცხლი უფრო სჯობდეს იმ სირცხვილს და იმ წვას, ხო, რაც თუნდაც ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ ალბათ ძალიან ბევრმა ქართველმა ვიგრძენით. აბა ომი გინდათ? თუ საჭიროა, უნდა უთხრა, რომ ქვეყნის თავისუფლებისათვის თუ ომი საჭიროა, დიახ, ომი მინდა. და რა, მე ომის პარტია დამიდახო, ჩემი ქვეყნისთვის ომიც მოსულა, კი, მოსულა, გაიგეთ, ყველამ გაიგოს. სწორედ ამ მოწოდებების გაგრძელება დაფასებს მმართველი გუნდი ახობაძის განცხადებას. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ეს არა მხოლოდ ერთი აქტივისტის პირადი მოსაზრება, არამედ გარედან ნაკარნახევის სახიფათო სცენარის ნაწილია. სცენარის, რომლის მიზანით საქართველოში ომისა და დესტაბილიზაციის გამოწვევა. მუდმივი სურვილი ახობაძეების და მისი მსგავსი პირების გვახსოვს ჩვენ კარგადონჯარიას განცხადება, გვახსოვს ომი გვინდა, ეს ომის სურვილი დღესაც კარგად ჩანს, ოღონდ კი რაიმე ფორმით საკუთარი ქვეყანა გარიონ აი ამ დიდ დაპირისპირებაში და უბედურების და ომის ცეცხლი დაანთონ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის მათი სახე აგენტურის. უჩა აბაშიძე და ახობაძე არის კოლექტიური ნაცმოძრაობის რეალური სახე. უმორალო, უსამშობლო და გაერთიანება, როგორ შეიძლება ადამიანი საკუთარ ქვეყანაში ითხოვდეს და მოიწონებდეს ნებისმიერი დრონის იქნება თუ სამხედრო რაიმე აღჭურვილობის გამოყენებას. ეს არის რეალური ნაცურის სახე, რაც გააკეთეს კიდევ 2008 წელს, როდესაც მათ გაწირეს მშვიდობიანი მოსახლეობა. ამ ადამიანებისათვის სამშობლო უბრალოდ საქართველო არ არის ქართველი ხალხი, ისინი რეალურად მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ პატრონებს აღიქვამენ და ამ პატრონების ერთ-ერთი მითითება არის, რომ მაგალითად აფხაზეთთან დაკავშირებით უნდა ისაუბრონ ნეგატიურად, უნდა ისაუბრონ საკუთარ სამშობლოზე თავიანთ ქვეყანაზე ნეგატიური კონტექსტით, იმიტომ რომ ასეთი არის უსამშობლოს ბედი. მმართველი გუნდისთვის ოპოზიციონერი აქტივისტის ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რადიკალური ოპოზიციისა და მისი მხარდამჭერი ჯგუფებისთვის სამშობლო ქვეყნის უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები მეორე ხარისხოვანია. საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად კი მზად არიან გარე დავალებებს დაემორჩილონ და ქვეყანა დესტაბილიზაციისა და ახალი დაპირისპირების საფრთხის წინაშე დააყენონ. ქართული ოცნება უცხოეთიდან კოორდინირებული ჰიბრიდული ომის ნაწილად განიხილავს ოპოზიციის მხრიდან აფხაზეთის საკითხის გააქტიურებასაც. საუბარია გია ბარამიძის ანტისახელმწიფოებრივი განცხადების შემდეგ ნიკა გვარამია, სალომე სამადაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ გზავნილებზე. გვარამია ოკუპირებული ტერიტორიების ტრამვულ მეხსიერებას წარმოჩენას ცდილობს, სააკაშვილი კი აფხაზეთის ნებისმიერი, მათ შორის ძალისმიერი მეთოდით დაბრუნების მომხრეა, თუმცა არა დიალოგისა. ექს-პრეზიდენტის საჯარო კრიტიკას კიდევ ერთი საჯარო პოსტით უპასუხა ნიკა გვარამიამ და მისი განცხადებები ომის პროპაგანდის გაძლიერებად შეაფასა. სახელმწიფო პარტია კოორდინირებული კამპანიის უკან დობის აღდგენისა და შერიგების პროცესის დაზიანების მცდელობებს ხედავს. სამშვიდობო პოლიტიკის მოწინააღმდეგეებს კი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში ამხელს. ნუცა კოროშინაძე ამბობთ. აფხაზეთის დაბრუნება ძალის გამოყენებით თუ წარსულის ტრამვული მეხსიერებისაგან გათავისუფლება. ამ საკითხზე ნაცმოძრაობის მოქმედი და ყოფილი ლიდერები ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდნენ. ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილს ომის რიტორიკაში ადანაშაულებს. სააკაშვილი კი გვარამიას პოზიციას კაპიტულანტურად აფასებს. დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც გვარამიამ აფხაზეთზე საუბრისას ყარაბახის საკითხზე ფაშინიანის დათმობის პოლიტიკა შეაქო. სააკაშვილი კი ოკუპირებული ტერიტორიების შეიარაღებით დაბრუნების მომხრეა. პატიმარი ექს-პრეზიდენტი გვარამიას ისტორიის და გეოგრაფიის ცოდნასაც უწუნებს. მთავარი რიგის ამოცანა აფხაზეთზე კონტროლის აღდგენა და ეს არ გამოვა გველს ხვრელიდან ამოიყვანს ენათკბილად მოუბარი პრინციპით. არამედ მხოლოდ ეკონომიკურად, პოლიტიკურად ძლიერი კბილებამდე შეიარაღებული საქართველოს საკუთარი და მეგობრების ძალებით შეძლებს ჩვენი ძირძველი მიწის, ჩვენი სახლების დაბრუნებას ენგურიდან ფსოუმდე. თავად ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილს ომის რიტორიკაში ადანაშაულებს და ერთდროულად ემიჯნება როგორც სააკაშვილის მიდგომას, ისე ხელისუფლების ნდობის აღდგენის პოლიტიკას. აფხაზეთი უნდა დავიბრუნოთ ომით, რაც ფაქტიურად ითარგმნება როგორც უკიდურესი პოლიტიკური პოპულიზმი და ცარიელი ომის რიტორიკა.
ამ ფონზე მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციის შიგნით საჯარო დაპირისპირება ვერცვლის მთავარ მოცემულობას. ოპოზიციის ორივე ფლანგი იმ პრაგმატულ პოლიტიკას უპირისპირდება, რომელსაც ოფიციალური თბილისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზად ასახელებს. სახელისუფლებო გუნდი მიიჩნევს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან დობის აღდგენა და შერიგება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის აუცილებელი საფუძველია. ამ აგენტურას აქვს ერთადერთი მცდელობა, რომ როგორმე თავი უკეთ წარმოაჩინონ თავიანთი პატრონის წინაშე, რათა უფრო მეტი ბენეფიტი მიიღონ. ოღონდ ამ ყველაფერს აკეთებენ საკუთარი ქვეყნის გაყიდვის ფასად. ისინი ყველაფერზე ხელმოწერები რომ არიან, დასტურდება მათ განცხადებებში, მათ გადადგმულ ნაბიჯებში, ისინი 2004 წლიდან მოყოლებული თავზე იხებენ საქართველოს კონსტიტუციას, ფეხქვეშ თელავენ ადამიანის უფლებებს. მისი მოღალატეობრივმა ნაბიჯებმა გამოიწვია სწორედ ის, რომ 2008 წლის ომის შემდგომ საქართველოს 20% ტერიტორია ოკუპირებულია დღეს რუსეთის ფედერაციის მიერ. და ეხლა ეს რაღაცა საზოგადოდ დასანახად, სინამდვილეში კი შიგნით ერთ აზრზე მყოფი აგენტურული მოღალატეობრივი ძალები, როგორ განსხვავებულ პოზიციებს დაიკავებენ, ამით არაფერი არ იცვლება. ძალიან ნერვიულობენ აგენტები საქართველოში იმ მშვიდობის პოლიტიკით, სამშვიდობო ინიციატივებით, რაც გააჩნია საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით. ხალხის ძალის განცხადებით ნიკა გვარამიას გზავნილი ქართულმა საზოგადოებამ კარგად გაიგო და ახლა თავის მართლების მცდელობა უშედეგოა. მოინდომა რომ რაღაცა მათ შორის მის ხარჯზეც რაღაცა ქულები დაიწეროს, რაც კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ გამოუვა. ომით დამბრუნებელი თუ იყო სააკაშვილი მის პარტიაში რატო იყო ერთ-ერთი იდეოლოგი? და თუ იმას აღიარებს, რომ ეს ომი არასწორი იყო, მაშინ ასევე რატო ამბობს, რომ ნაცმოძრაობა ხელისუფლებაში ყოფნის დროს სწორ პოლიტიკას ატარებდა. საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უცვლელია. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთ გზად მმართველი გუნდი მშვიდობიან პოლიტიკას განიხილავს. წავი დაპირისპირების ფონზე ოპოზიციური კრიზისი სულ უფრო მწვავდება ერთ დროს. ერთი გუნდის წევრები ერთმანეთს მძიმე ბრალდებებს უყენებენ. დღის წესრიგში დგას ყოფილი და მოქმედი ნაციონალობით აკომპლექტებული ალიანსის დაშლის საკითხიც. სააკაშვილის პარტია აღიარებს, რომ ალიანსი არ ფუნქციონირებს, პარალელურად მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მასში შემავალი პოლიტიკოსების კრიტიკას არ წყვეტს. თავდასხმის მთავარი სამიზნეები არიან წარსულში მისივე პარტიის გამორჩეული სახეები და უახლოესი გარემოცვის წევრები. საპასუხოდ კი სააკაშვილს ნიკა გვარამიამ ტყუილში უსინდისობასა და უპასუხისმგებლობაში დასდო ბრალი. ფორმალურ გაერთიანებაში მიმდინარე პროცესები საინტერესო არ არის მმართველი გუნდისთვის. მათი შეფასებით ქვეყნის გარედან მართული პროცესები ცალ-ცალკეც და ერთადაც კრახისთვის არის განწირული. კეთი მამრიკიშვილი დეტალებით. ოპოზიციურ ფლანგზე დაპირისპირება მწვავდება. სხვადასხვა პარტიების გაერთიანების ბოლო მცდელობაც წარუმატებელი აღმოჩნდა. ნაციონალური მოძრაობა ალიანსს ოფიციალურად უფუნქციოდ აცხადებს, თუმცა მისი დატოვების შესახებ ოფიციალური განცხადების გაკეთებას არ ჩქარობს. პარალელურად სხვა ოპოზიციონერები ღიად ამბობენ, რომ სააკაშვილის პარტია უკვე თვეებია ალიანსს მიღმა. ალიანსი ამ სახით კარგავს თავის ფუნქციას, თუმცა მიუხედავად ამისა ამ მომენტამდე ჩვენ განცხადება ოფიციალური არ გავუკეთებია, თუ რა თქმა უნდა მივალთ იმ დასკვნამდე, რომ სხვა გამოსავალი ფაქტობრივად იმისათვის რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ქვეყნის გამარჯვება არ არის თუ არა და ალიანსის დატოვება, რა თქმა უნდა მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას და ჩვენ საზოგადოებას კონკრეტული განცხადებით ამის შესახებ მოვახსენებთ. სახელმწიფო გუნდში კი მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის მხრიდან მორიგჯერზე გაერთიანება თავიდანვე კრახისთვის იყო განწირული, რადგან ქართული ოცნების წევრების თქმით, ოპონენტებს საზოგადოების ნდობა არ გააჩნიათ. მათ არანაირი სოლიდური რეალური ღირებულება საზოგადოებისთვის არ გააჩნია, ამიტომაც არის რომ ეს რადიკალი აგენტურული ოპოზიცია ისე იშლებიან და ისე ერთიანდებიან, საზოგადოება ამაზე ვერ ძიგებს ნორმალურად, რატო? არც რეალური საფუძველი არსებობს მათი გაერთიანების და დაშლითაც ეს ეკლექტური გაერთიანება იშლება. ერთადერთი რაც მათ აერთიანებს, ჩვენ ხომ კარგად ვიცით, ეს საკუთარი ქვეყნის იძულებია. შეიკრიბნენ თუ არა, თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს ალიანსი განწირული იყო დაშლისთვის. და ამისთვის უმთავრესი წინაპირობა ის არის, რომ ისინი იყვნენ არა იდეის გარშემო გაერთიანებულები, არამედ ხელოვნურად დავალების შესაბამისად გაერთიანებულები. ამ ადამიანებს სინამდვილეში აქვთ ერთმანეთის მიმართ
ურთიერთშეუთავსებლობა და კონფლიქტი. ვერც ნაცმოძრაობა გებულობს, სად შევიდა და საიდან გამოდის და ვერც ალიანსი გებულობს, ნაცმოძრაობა შევიდა თუ ისევ გადის. ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ დაბნელობაზე და უპერსპექტივობაზე საუბრობენ ხალხის ძალაშიც. დასრულდა ესე ზღაპარი, ვითა სიზმარი ღამისა. ჩვენ ამას ვამბობდით, როგორც კი ეგრეთ წოდებული ალიანსი შეიქმნა, რომ რა თქმა უნდა ამას მომავალი არ ეწერა, იმიტომ რომ თვითონვე მყისიერად შექმნისთანავე თქვეს, რომ ერთად ვართ, მაგრამ ცალ-ცალკე ვართ. ცალ-ცალკე გზები გვაქვს, მაგრამ სადღაც ერთად გადავიკვეთებით და ჩვენ ნახეთ, რომ არსად არ გადაიკვეთნენ, ერთადერთი სადაც გადაიკვეთა მოხდა, დაჭამეს ერთმანეთი და სრულიად ლოგიკური და ბუნებრივი დასასრული აქვს ამ ეგრეთ წოდებულ ვითომ გაერთიანება. გავრცელებული ინფორმაციით ალიანსის ოფიციალურად დატოვების მითითება სააკაშვილისგან ლევან ბეჟაშვილსა და ნანუკა ჟორჟოლიანს უკვე აქვთ მიღებული, თუმცა გახმოვანებას ფაქტია არ ჩქარობენ. ომში მყოფი ქვეყანა კვლავ კორუფციულ სკანდალშია. კორუფციულ დანაშაულებში ჩართული მაღალჩინოსნების გამოსავლენად უკრაინაში ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ოპერაცია სახელწოდებით ფორესტ გამპი ჩატარდა. ფიგურანტებს შორის არიან პრეზიდენტის ოფისის მაღალი თანამდებობის პირები, ასევე ყოფილი და მოქმედი დეპუტატები. მათ ოფისებსა და საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. საქმეში არაერთი აუდიო ჩანაწერი და რაც სავარაუდო დამნაშავეების ბრალეულობაზე მიუთითებს. თანამდებობიდან გაათავისუფლეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ირინა მუდრა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით უკვე დაკავებულია. დეტალებით თეკლა ბესტავაშვილი. უკრაინაში ანტიკორუფციულმა სააგენტოებმა მასშტაბური სპეცოპერაცია ფორესტ გამპი ჩაატარეს. ნაბუდა საპი დანაშაულებრივი ორგანიზაციის წინააღმდეგ მოქმედებენ, რომლის შემადგენლობაშიც პარლამენტის მოქმედი და ყოფილი წევრები, პრეზიდენტის აპარატის მაღალი თანამდებობის და სხვა პირები არიან. მათ შორისაა ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის უკვე ყოფილი მოადგილე ირინა მუდრა, რომელიც პრეზიდენტმა თანამდებობიდან მის წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გაათავისუფლა. მუდრასთან ჩხრეკის ჩატარების შემდეგ რადას დეპუტატ ოლექსეი გონჩერენკოს ინფორმაციით ის დააკავეს. ვრცელი საქმე რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს, რასაც არაერთი ფარული აუდიო ჩანაწერი ამყარებს. მათ შორის საუბარია სენს ბანკისთვის დამცავი პოლიტიკური გავლენის უზრუნველყოფაზე. მიზანი კი გარკვეული ფინანსური ოპერაციების, მათ შორის ფულის გათეთრების უპრობლემოდ გატარებაა, რისი საშუალებაც სხვა ბანკებში არ არსებობს. საბოლოოდ გამოძიების ცნობით ივნისის დასაწყისში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სენს ბანკზე დანაშაულებრივმა ჯგუფმა სრული კონტროლი მიიღო. ჩანაწერების მიხედვითვე საუბარია ყალბი დოკუმენტების დამზადებასა და გამოყენებაზე, დიდი ოდენობით ქრთამის აღებაზე, უკანონოდ მიღებული მილიონობით გრივნის ლეგალიზებასა და სხვა. ასევე მაღალ თანამდებობებზე მყოფი პირები თანამშრომლებზე ზეწოლას ახდენდნენ და მათთვის მისაღები გადაწყვეტილებების არ შესრულების შემთხვევაში სამსახურიდან გაშვებით ემუქრებოდნენ. ერთ-ერთი ეპიზოდის თანახმად კი პრეზიდენტის ადმინისტრაცია ნაბუს საზოგადოებრივი სამეთვალყურეო საბჭოს არჩევნებში ჩარევას ცდილობდა, რათა დამოუკიდებელ უწყებაზე გავლენა მოეპოვებინათ. გამოძიების თანახმად მაღალი თანამდებობის პირებმა ენერგეტიკის ყოფილ მინისტრ ჰერმან გალუშენკოსთვის გირაოს თანხა 150 მილიონი გრივნა გადაიხადეს. აღნიშნული ფული კი უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული, რისი ლეგალიზაციაც რამდენიმე ფიქტიური კომპანიის მეშვეობით შეძლეს. ანტიკორუფციულმა უწყებებმა კიდევ ერთი სპეცოპერაცია სახელწოდებით თემიდა ჩაატარეს აუდიო ჩანაწერებში, რაც საქმესთან ერთვის საუბარია მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილებების, მოსამართლეების, პროკურორების და სახელმწიფო უწყებების გადაწყვეტილებების სასურველი მიმართულებით შეცვლაზე. სასურველი გადაწყვეტილებების მისაღებად კი ცალკეული პირები საშუალოდ 5-დან 10,000 დოლარამდე იხდიდნენ. გარდა ამისა, წინასწარ შემუშავებული სქემებით ათეულობით მილიონიან ბიზნესებს აკოტრებდნენ და ხელში იგდებდნენ. ქართულ ოცნებაში უსვამენ ხაზს, რომ უკრაინის პოლიტიკურ წრეებში კორუფციის შესახებ ცნობები სიახლეს უკვე აღარავისთვის წარმოადგენს, როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ. სამწუხაროა, რომ ომში მყოფი სახელმწიფოს წარმომადგენლები კორუფციული საქმიანობით არიან დაკავებული, რის პარალელურადაც სხვადასხვა მოგონილ ბრალდებებს სხვა სახელმწიფოებს უყენებენ. თელს მსოფლიოში, ევროკავშირში ზოგადად არის გასაგებად და კარგად ცნობილი, რომ უკრაინა სამწუხაროდ წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ქვეყანას. დღეს კი იქ ომია, თუმცა ომის პირობებში კიდევ უფრო მეტად არის ალბათ მნიშვნელოვანი ქვეყანა კორუფციისგან დაიცვა. ჩვენ კი ვხედავთ, რომ ეს კორუფციული სკანდალები სულ უფრო და უფრო მეტად გორდება ამ ქვეყანაში. ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. გვესმის ის ინსტიტუციური პრობლემატიკაც, რაც არის უკრაინაში, თუმცა ამავდროულად რაღაც ამ თვალსაზრისით პირიქით აქეთკენ ბრალდებების საყენება და
არამეგობრული დამოკიდებულება ცალკეული ძალების მხრიდან განსაკუთრებით საქართველოსთან მიმართებით მინობრივია სათანადო პასუხს იმსახურებს. ერთი კვირის წინ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩაატარა ფისკალური გამჭვირვალობის კვლევა, ეს ნიშნავს სახელმწიფო ფინანსების გამჭვირვალობას და ლიცენზიების გაცემის გამჭვირვალობას, სადაც 139 ქვეყანა მიიღო მონაწილეობა და ამ 139 ქვეყანაში იყო უკრაინაც და მოლდოვაც. მათ ვერ დააკმაყოფილეს მინიმალური სტანდარტი, ხოლო საქართველომ დააკმაყოფილა რა თქმა უნდა ეს სტანდარტი. როდესაც გარკვეული ეურო ბიუროკრატები ჩვენ მოგვიწოდებენ, რომ მისაბაძი მაგალითი იყოს ჩვენთვის უკრაინა და მოლდოვა, რომლებიც იხჩობიან კორუფციაში. აი ამაზე მინდოდა უბრალოდ ხალისგასმა, რომ რანაირად უსამართლოდ გვექცევიან. უკრაინაში კორუფციის კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ ხალხის ძალაშიც პარტიაში. ამბობენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში კორუფციაში მხილებულები, ბრალდებულები და დაკავებულები ფაქტობრივად ხელისუფლების ყველა რგოლში გამოვლინდნენ. ეს კი მაშინ, როდესაც ცალკეული ევრობიუროკრატები ამტკიცებდნენ, თითქოს უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოსთან შედარებით მეტი პროგრესი აქვთ. როდესაც საუბრობდნენ, რომ საქართველოს თურმე ჩამორჩებოდა უკრაინას და მოლდოვას განვითარებაში, მათივე ევროპის ინსტიტუტები ადასტურებდნენ სრულიად საწინააღმდეგოს. მათ შორის კორუფციასთან ბრძოლასთან დაკავშირებით ყოველთვის იყო მოწინავე ხაზზე საქართველოს. უკრაინაში ალბათ თანამდებობა არ დარჩა, მაღალი თანამდებობა, ვინმე ან არ დაეპატიმრებინათ კორუფციის გამო, ან არ გაქცეულიყო და დევნა არ გამოეცხადებინათ კორუფციის გამო. აი ახლა ზუსტად ეს გამოძიება და ეს წინასწარი, ასე ვთქვათ, პატიმრობები, კორუფციასთან დაკავშირებით სკანდალები, არაერთი, მათ შორის შეერთებული შტატების შესაბამისი ბიუროს მხრიდან უკრაინის მაღალი ჩინოსნებთან დაკავშირებით კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებები, ზუსტად მიუთითებს იმას, რომ სამწუხარო მოცემულობა არის შექმნილი უკრაინაში. უკრაინულმა საგამოძიებო უწყებებმა პრობლემები ზელენსკის და მის გარემოცვას არაერთხელ შეუქმნეს, მათ შორის ზელენსკის პარტნიორ ბიზნესმენს ტიმურ მინდიჩს, ანდრეი ერმაკს და სხვებს. ბოლო მონაცემებით კი სააგენტოები გამოძიებას დავით არახამიას გარშემოც აწარმოებენ. უკრაინული მედიის ცნობით ზელენსკიმ ნაბუს სწორედ მისი უახლოესი გარემოცვის, კორუფციული საქმიანობით დაინტერესება არაპატია და ანტიკორუფციული ბიუროს შესაზღვრად დაინიცირებული კანონპროექტი რადას მიაღებინა. უწყება კი პოლიტიკური ნიშნით დანიშნულ გენერალურ პროკურორს დაუქვემდებარა. აღნიშნულ საპროტესტო აქციები და ევროკავშირის წარმომადგენლების ნეგატიური რეაქცია მოყვა, რის შემდეგაც ზელენსკი იძულებული გახდა უკან დაეხია. უკრაინაში 21 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს გუშინ ღამით 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 40-მდე კი დაშავდა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებები. ზიანი მიადგა როგორც დედაქალაქს, ასევე კიევის, ოდესისა და ჩერნიგოვის ოლქებს. რუსეთის მასშტაბურ თავდასხმებზე საერთაშორისო პარტნიორების რეაქციით უკმაყოფილოა ვლოდიმირ ზელენსკი, რომელიც მათგან სამხედრო დახმარებას ითხოვს. დეტალები ჩვენ სიუჟეტში. აი ჩემი შვილიშვილი, ის ჩემი შვილიშვილია. ეს კადრები კიევში მომხდარი ტრაგედიის სიმძიმეს ყველაზე ნათლად აჩვენებს. ქალი საკუთარ შვილიშვილს დასტირის. ახალგაზრდა სიცოცხლე რუსეთის მიერ ღამით განხორციელებულმა სარაკეტო იერიშმა იმსხვერპლა. მაშველებმა ნანგრევებიდან ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს. კიევის ხელისუფლებამ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 21 აგვისტო გლოვის დღედ გამოაცხადა. ქალაქში გასართობი ღონისძიებები არ გაიმართება. მუნიციპალურ შენობებზე კი სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება. გასულმა ღამემ კიევის არაერთ ოჯახს მძიმე კვალი დაუტოვა. რუსეთის მასშტაბური სარაკეტო და დრონებით შეტევის შედეგად საცხოვრებელი კორპუსები, სკოლა და ბავშვთა სამედიცინო დაწესებულება დაზიანდა. ყველაზე მძიმე ვითარება სოლომიანის რაიონში იყო, სადაც მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. რამდენიმე რაიონში ხანძარი, სასაწყობე და სხვა ტიპის შენობებშიც გაჩნდა. თავდასხმის შედეგები მხოლოდ კიევს არ შეხებია. ზიანი მიადგა ოდესისა და ჩერნიგოვის ოლქებსაც. უკრაინული მხარის ინფორმაციით ოდესის ოლქში დაზიანდა სასაზღვრო ინფრასტრუქტურა. ჩერნიგოვის ოლქში კი დარტყმა გაზის ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა. საჰაერო თავდასხმის სირენა ჩაირთო, თავიდან გვეძინა, შემდეგ კი სირენის ხმა გავიგეთ და ავდექით. აფეთქებების ხმა ისმოდა, ამის შემდეგ აბაზანაში დავიმალეთ. მოგვიანებით მინის ჩამსხვრევის ხმა გავიგეთ. ასე მოხდა ყველაფერი. აფეთქებების დროს თავშესაფარში ვიყავით აქედან დაახლოებით 500 მეტრში მიწის ქვეშა ავტოსადგომია. დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში რაკეტების აფეთქების ხმა ისმოდა. როცა უკან გამოვბრუნდით, მთელი გზა უკვე დაბომბილი და გვხვდა. მარშრუტის გასწვრივ თითქმის ყველა შენობა დაზიანებული იყო. ახლა ველოდებით როდით შევძლებთ ჩვენს სახლამდე მისვლას, რათა პირადი ნივთები წამოვიღოთ.
ძალიან მძიმეა, როცა მშვიდობიან მოქალაქეებზე ასეთ თავდასხმებს ახორციელებენ, ისინი ადამიანების სიცოცხლეს ანადგურებენ. რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური იერიშის პარალელურად უკრაინულმა ძალებმა დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე მნიშვნელოვან ობიექტზეც განახორციელეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით დაზიანდა თათარეთში ნიჟნემსკაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ტანეკო. ობიექტზე დარტყმას საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი მოხვა. არიან დაშავებულებიც. დარტყმა განხორციელდა კრასნოდარის მხარეში მდებარე ნავთობის ტერმინალზეც. უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის მასშტაბურ თავდასხმებზე მოკავშირეების არასაკმარის რეაგირებას აკრიტიკებს. ვოლოდიმირ ზელენსკის განმარტებით მისთვის სამწუხაროა, რომ ოკუპანტის დარტყმებს ყოველთვის არ მოყვება მსოფლიოს სათანადო რეაქცია. ზელენსკი პარტნიორებს საერთაშორისო სისტემების რაკეტებით დახმარებას თხოვს და აღნიშნავს, რომ რუსეთის იერიშის შედეგად მაქსიმალური ზიანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მიადგა. სამწუხაროდ სანამ მოსკოვი ინვესტიციას ახორციელებს ბალისტიკურ რაკეტებსა და ესკალაციაში მსოფლიოს მხრიდან ასეთ დარტყმებზე პასუხი ყოველთვის ისეთი არ არის, როგორიც უნდა იყოს. სანამ უკრაინას არ ექნება საკმარისი საჰაერო თავდაცვის საშუალებები, რუსეთი მშვიდობაზე სერიოზულად არ დაფიქრდება. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ბოლო მონაცემებით კიევში რუსეთის ღამის იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა, 34 კი დაშავდა. სიძულვილის ენის გამოყენებისთვის ადმინისტრაციული საქმეების განხილვები გრძელდება საჯარო სივრცეში ადამიანების ღირსების შელახვისა და შეურაცხყოფის ფაქტებზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს კიდევ 2 პირი ცნო დამნაშავედ. 1500 ლარიანი ფულადი ჯარიმა დაეკისრა პირს, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე ირინე ფერაძეს. სამართალ დამღვრევად ცნეს კიდევ 1 პირი, რომელსაც სოციალურ ქსელში 3 პირის მიმართ სიძულვილის ენა გამოიყენა, მას 4000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. განხორციელდა მტკიცებულებების მოპოვება და აგრეთვე განხორციელდა სავარაუდო სამართალდამღვრევი პირის იდენტიფიცირება. აღნიშნულთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია და აღნიშნული პიროვნება ცნობილი იქნა სამართალდამღვრევად და სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით. ახალი სასკოლო წლისთვის მზადება აქტიურ ფაზაშია. ქვეყნის მასშტაბით სასკოლო ფორმების დასაწყობებისა და რეალიზაციის სივრცეების მომარაგების პროცესი მიმდინარეობს. 70000 ფორმა უკვე საქართველოშია და მათი შეძენა 1-დან 14 სექტემბრამდე, როგორც სპეციალურ პუნქტებში, ისე ონლაინ იქნება შესაძლებელი. სოციალური და სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებში ჩართულ ასევე უკრაინელ მოსწავლეებს ფორმები უსასყიდლოდ გადაეცემათ. ახალ სასწავლო სეზონზე ფორმებით გამოცხადდება 1, მე-5 და მე-6 კლასელებს მოუწევთ. დეტალებით მარიამ ნებიერიძე. 70000 სასკოლო ფორმა უკვე საქართველოშია. ახალი სასწავლო წლისთვის ქვეყნის მასშტაბით მათი განთავსება და რეალიზაციისთვის მზადება მიმდინარეობს. წელს ფორმით სკოლებში 1, მე-5 და მე-6 კლასელები გამოცხადდებიან. ფორმების შეძენა 1 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი, როგორც სპეციალურად გამოყოფილ სარეალიზაციო პუნქტებში, ისე ონლაინ პლატფორმის საშუალებით. ყოველ ახალ სასწავლო წელს პროგრამას ახალი კლასი დაემატება და წლების განმავლობაში სასკოლო ფორმით ყველა მოსწავლე იქნება უზრუნველყოფილი. დაიწყო 1 კლასელთათვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების დარიგება იმ პუნქტებში, საიდანაც 1 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით თითოეულ მშობელს ექნება შესაძლებელი, რომ შეიძინოს ეს ფორმები. საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მინიმუმ 1 სარეალიზაციო პუნქტი იქნება გახსნილი, სადაც ფიზიკურად ყველა შეიძლება რომ მივიდეს, შეიძინოს. სასკოლო ფორმებს უფასოდ მიიღებენ საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის ის მოსწავლეები, რომლებიც სოციალური და სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებით სარგებლობენ. ფორმები უსასყიდლოდ გადაეცემათ ასევე უკრაინიდან საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად ჩამოსულ მოსწავლეებს. ჩინეთიდან პირველი ეტაპით გათვალისწინებული სასკოლო ფორმები მივიღეთ, რომელიც საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვისაა განკუთვნილი. მიმდინარეობს დასაწყობება, რის შემდეგ მოხდება მისი გადანაწილება თბილისსა და რეგიონებში. ფორმები უკვე მივიღეთ, დავახარისხეთ და დავასაწყობეთ და 1-დან 14 სექტემბრის ჩათვლით ველოდებით პირველკლასელებს და მათ მშობლებს და ვცდილობთ, რომ უზრუნველყოთ მათთვის კომფორტული და სასიამოვნო გარემო. სასკოლო ფორმის ტარების ვალდებულება არ გავრცელდება იმ მოსწავლეებზე, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი ტარება არ შეუძლიათ. შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე სკოლა სამინისტროს მიმართავს და თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად გადაწყდება. გამონაკლისის შემთხვევაში მოსწავლე ფორმასთან მიახლოებული სპეციალური დრეს-კოდით ისარგებლებს. დადგენილი კონკრეტული საგამონაკლისო შემთხვევები, როდესაც
თუ კი რაიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის კომპონენტი არსებობს დასკვნის საფუძველზე იძლევა მოცემულობას რომ ბავშვმა შეიძლება ფორმა არ ატაროს, ასეთ შემთხვევაში სკოლა მომართავს სამინისტროს და თვითოული საკითხი ინდივიდუალურად იქნება შესწავლილი. ამ შემთხვევაში იქნება საგამონაკლისოდ გაცემული ნებართვა რომ ფორმა არ იყოს ბავშვის მიერ ჩაცმული, მაგრამ იქნება დადგენილი შინაგანა წესით სპეციალური დრეს კოდი, რომელიც ფორმასთან ძალიან ახლოს იქნება თავისი მოცემულობით. ბაზრის კვლევის შედეგად ქართულმა მხარემ ფორმების დამზადება ჩინურ კომპანიას, კერძოდ Glory Textile Industries შეუკვეთა, რომელიც რამდენიმე სამკერვალოს ფლობს. კონტრაქტში გაწერილია ის მოთხოვნები და სტანდარტები, რაც შემსრულებელმა უნდა დააკმაყოფილოს. მათ შორისაა ქსოვილის შემადგენლობა, დიზაინი და ხარისხი. სტანდარტების განსაზღვრას წინ ბაზრის კვლევა უძღოდა. საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო ობიექტების განახლება, საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ურბანული გარემოს გაუმჯობესება. დაბა ფასანაურის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საავადმყოფოსა და სახელოვნებო სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია, ასევე ახალი ბულვარის მოწყობა და საცხოვრებელი სახლების ფასადების განახლება. პროექტზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. დეტალები ჩვენ სიუჟეტში. მალე ფასანაური ახალ სიცოცხლეს შეიძენს, უკვე გამოცხადდა ტენდერი, რომელიც დაბის რეაბილიტაციაზე იმუშავებს. პროექტირებისას გათვალისწინებული იქნება სარეაბილიტაციო ობიექტების ფუნქციური დანიშნულება, ისტორიული და კულტურული თავისებურებები, ასევე თანამედროვე არქიტექტურული მიდგომები. იცით რომ ცენტრალურ მაგისტრალზე მდებარეობს აღნიშნული დაბა და საინტერესო იყოს ის არა მხოლოდ ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, რომელთათვისაც შეიქმნება ახალი სივრცეები, მათ შორის აღდგება საჯარო ფუნქციის მქონე შენობები, არამედ მიმზიდველი გავხადოთ ტურისტებისთვის და მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ ფასანაურის ტურისტული პოტენციალი იქნას გამოყენებული. პროექტის ფარგლებში იგეგმება ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მდებარე საავადმყოფოსა და სახელოვნებო მუსიკის სკოლის შენობების რეაბილიტაცია. სრულად განახლდება სამასი არაგველის ქუჩა და მოეწყობა ბულვარი. პროექტი ასევე ითვალისწინებს დაბა ფასანაურში საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციასაც. რეაბილიტაცია ეხება როგორც შენობის ვიზუალურ ნაწილს, სადაც საჭიროება მოითხოვს იქ აუცილებლად ასევე ჩავერევით კონსტრუქციულ ნაწილში და ჩვენი აზრით ეს პროექტი და ზოგადად ეს სამშენებლო სამუშაოები გახდის ბევრად კომფორტულ საცხოვრებელ ადგილს როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ბევრად მიმზიდველს გახდის ტურისტებისთვის. ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ იქ მხრიდან იქნება საკმაოდ დიდი კმაყოფილება, ეს მოსახლეობისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შეხვედრის დროს მათი მხრიდან არაერთხელ იყო გაჟღერებული გარკვეული აქტივობების მიმართ მათი დაინტერესება და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაგეგმილი სამუშაოები ნამდვილად მნიშვნელოვანი არის ჩვენი რეგიონისთვის. გეგმის ფარგლებში ჩატარდება წინა საპროექტო კვლევები, მომზადდება არქიტექტურული ესკიზები და დეტალური საპროექტო სახარჯთაღრიცხო დოკუმენტაცია, რის შემდეგაც განხორციელდება სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტი ხელშეუწყობს რეგიონში ტურიზმის, ასევე ეკონომიკის განვითარებას და მეტი სამუშაო ადგილის შექმნას. ყველასთვის ძალიან სასიხარულოა ეს იმდენად თბილისთან ახლოს განსხვავებული კლიმატის ადგილია. თუ რამე გაკეთდება, რა თქმა უნდა, მივესალმებით ყველა და მოხარულები ვიქნებით. ძალიან სასიხარულო და სასიამოვნოა, რომ ფასანაურში ახალი სიახლეები მიდის, კერძოდ სამასი არაგველის ქუჩის მთლიანი განახლება. ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთლიანად ფასანაურისთვის. ძალიან კარგი პროექტია, მოგწონს. პროექტის განხორციელების შედეგად განახლდება ფასანაურის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო ობიექტები. მოწესრიგდება საგზაო და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა. გაუმჯობესდება დაბის ურბანული გარემო. ტურისტულ სეზონზე ოკაციის ჩანჩქერი ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება. გასულ წელთან შედარებით ობიექტს 8-ჯერ მეტი დამთვალიერებელი სტუმრობს. ხონის მუნიციპალიტეტში მდებარე ბუნების ძეგლი აღჭურვილია შესაბამისი ინფრასტრუქტურით, ფუნქციონირებს ვიზიტორთა ცენტრი და 500 მეტრიანი ზიპლაინი. დამონტაჟდა ღამის 3D განათების სისტემები. მომდევნო 1 თვის განმავლობაში ბუნების ძეგლის მონახულება ღამის 22 საათამდეა შესაძლებელი. დეტალებით ლევან წუწუნავა.
ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ კინჩხას მიდამოებში, ზღვის დონიდან 853 მეტრზე საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ბუნების ძეგლი, ოკაცეს ჩანჩქერი მდებარეობს. მდინარე საწისქვილოს ხეობაში სამსაფეხურიანი ჩანჩქერის კასკადი გადმოედინება. პირველი საფეხურის სიმაღლე დაახლოებით 25 მეტრია, მეორე 70, ხოლო მესამე საფეხურის სიმაღლე დაახლოებით 35 მეტრია. შთამბეჭდავი ბუნება და მრავალფეროვანი ტურისტული გამოცდილება ოკაცეს ჩანჩქერს ერთ-ერთ გამორჩეულ მიმართულებად აქცევს. ოკაცეს ჩანჩქერი იგივე კინჩხას ჩანჩქერი შეიძლება ითქვას, რომ იმერეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა. წლიდან წლამდე აქ ვიზიტორთა რაოდენობა იზრდება. აქ მოსულ ვიზიტორს განსაკუთრებული დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი სანახაობა ეძლევა ჩანჩქერთან მოსვლისას. ოკაცეს ჩანჩქერი წელს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით დამთვალიერებლებს მასპინძლობს. გასულ წლებთან შედარებით ვიზიტორთა რიცხვი თითქმის 8-ჯერ არის გაზრდილი, რაც ამ ბუნების ძეგლის მზარდ პოპულარობაზე მიუთითებს. სტუმრები ამბობენ, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის კომფორტულია, რაც ბუნების ძეგლის დათვალიერებას ბევრად უფრო სასიამოვნოს ხდის. აქაურობა განსაკუთრებული და გამორჩეულია. ვფიქრობ, აქ ყველაფერი ძალიან კარგადაა ორგანიზებული. ტურისტებისთვის აქ ჩამოსვლა ძალიან პრაქტიკულია. ასევე მოხუცებისთვის, ახალგაზრდებისთვის და ასე შემდეგ. თან ძალიან უამაზი ხედია. საქართველოშიც პირველად ჩამოვედი. ვფიქრობ, ეს ბუნება საოცრად ლამაზია. ამ ადგილის ფოტოები ნანახი მქონდა, მაგრამ რეალურად აქაურობა ბევრად შთამბეჭდავი და ლამაზია. განსაკუთრებით მომწონს ამ ქვების ფორმა და მათზე ამოსული მცენარეები. უბრალოდ დაუჯერებლად ლამაზია. ოკაცეს ჩანჩქერი ტურისტულ ობიექტად 2019 წელს იქცა. დროთა განმავლობაში ტერიტორია ეტაპობრივად აღიჭურა შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურით. მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და გადასახედი პლატფორმები, აშენდა ვიზიტორთა ცენტრი და შეიქმნა 500 მეტრიანი ზიპლაინის დაშვების შესაძლებლობა. ოკაცეს ჩანჩქერზე ეკოტურისტული სერვისების დანერგვით წლიდან წლამდე იზრდება როგორც ადგილობრივ ეკოტურისტულ სერვისებში ჩართული მოსახლეობის რაოდენობა, ასევე აღნიშნული სერვისების გაწევით მიღებული შემოსავლები ადგილობრივი მოსახლეობისათვის. მომდევნო 1 თვის განმავლობაში ოკაცის, იგივე კინჩხას ჩანჩქერის მონახულება 22 საათამდე იქნება შესაძლებელი. ბუნების ძეგლის საღამოს საათებში 3D განათებებით გაფორმდება, ვისაც ოკაცეს ჩანჩქერი დღისით უკვე ნანახი აქვს, საღამოს სრულიად განსხვავებული და დაუვიწყარი სანახაობა ელის. ეს ყოფასტები საინფორმაციო გამოშვება 7 საათზე, მოხალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.